კომენდანტია. დიახ, გისმენთ. დავიბადე 1965 წლის 28 თებერვალს. განათლება უმაღლესი განათლება მაქვს. როგორ? ინჟინერ-გეოდეზისტის სპეციალობით. მუშაობდი თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში სპეციალობით და უშიშროების სამინისტროში მოხდი აქედან რომ რუკების მცოდნე სპეციალისტი ჭირდებოდათ. იქ იყვნენ მოსულები მაშინ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცს ეძებდნენ. იმიტომ რომ შემდეგ უკვე 30 წლის მერე პერსპექტივად ითვლებოდა უშიშროების სამინისტროში მოხვედრა და იქიდან ესე შემარჩიეს და ესე ხვდები იმაში. ეს იყო შერჩევა, ეს პირველი სპეცდანიშნულების რაზმი ომეგა გაგიგონიათ ალბათ აი მე რაზმში შემარჩიეს პირველად და მომზადება ეს რომელი წელია ომეგაში რომ გაწევთ? 1993 წელი. მადლობა. 12-ში დაიწყო ეს შერჩევა, 93-ში უკვე გავიმგზავრეთ, იქ გავიარეთ მომზადება. იქიდან ჩამოვედით, უკვე იქ ჯგუფის უფროსი ვიყავი რომ ჩამოვედი. იქიდან და მე იმავე რაზმში გავიზარდე და ხელმძღვანელი გავხდი იმავე რაზმის 95 წელს. მე 98-ში გადაეცა ეს რაზმი დაცვის სამთავრობო დაცვის სამსახურს, ეს მოკლედ ვიტყვი, აბრევიატურა რო არის ქონა, ხო და მე უკან დაბრუნდი უშიშროების სამინისტროში. და იქ დავიწყე ახალი რაზმის გაკეთება, იმიტომ რომ ის რაზმი, რომელიც ჩვენ მაშინ მოგვამზადეს, იყო მძევალთა განმათავისუფლებელი რაზმი და სამთავრობოში გადასვლით ამ ფუნქციას კარგავდა და ქვეყანამ დაკარგა ძევლების განმათავისუფლებელი ესეთი ის და ამიტომ იქ დავიწყე თავიდან. ერთი წლის გასვლის შემდეგ 99 წელია უკვე ახალი რაზმის შექმნა დავიწყეთ, თუმცა სხვა იმითი, რა ქვია, სახელით, ისევ ამერიკელებთან ერთად. და 99 წელში პირველი ნაკადი გაიმგზავრა უკვე მეორე იმას ერქვა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილების მიზნით და გვევალებოდა როგორც შევარდნაძის ბატონი ედვარდ შევარდნაძის უსაფრთხოების დაცვა, ისე ვთქვათ სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება, ესე ვთქვათ ჩვენი ფუნქცია ეს იყო. მათ შორის იქ შევითავსეთ მძევალთა განთავისუფლებაც, იმიტომ რომ ეს იდეა მქონდა მე რომ ქვეყანამ რახან დაკარგა, უნდა ყოფილიყო ოღონდ არა ძირითად ფუნქციად. ესეთი ის იყო. ამის შემდეგ გაიზარდა უკვე ეს რაზმი, ერთის მაგალითად უკვე გახდა 3 და იმ ერთი რაზმიდან უკვე სპეციალურ ოპერაციების ცენტრი შეიქმნა, ამ ცენტრის ხელმძღვანელი ვარ და 2003 წელს ამ ცენტრის ხელმძღვანელის რანგში უკვე ხვდები. შემდეგ უკვე მომიწია აი ვთქვათ 2003 წლიდან რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისევ ამ ფუნქციით მუშაობა, შემდეგ უკვე მარშალის ცენტრში მივდივარ, იქ ვაგრძელებ სწავლას და მე ბრუნდები უკან და მე იქიდან ჩამოსვლის შემდეგ უკვე მინისტრის მოადგილის თანამდებობა შემოთავაზეს და უშიშროების სამინისტროში ვინიშნები ამ თანამდებობაზე 2004 წელს. 2004 წელს მე ხდება გაერთიანება ორი სამინისტროსი შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების და იქ უკვე მე ვინიშნები უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2004 წლის დეკემბერში. ამის შემდეგ უკვე 2012 წლამდე 1 ოქტომბრამდე მსახურობდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ? კი, ამის შემდეგ მსახურობდი კი ამ თანამდებობაზე. იგი 2004 წლიდან რა თვე იყო, რომელი თვე იყო, ხომ არ გახსოვთ? დეკემბრის თვე იყო, როცა 4 წლის დეკემბრის თვე, როცა გაერთიანდა ორი უწყება. 12 წლის 1 ოქტომბრამდე თქვენ ბრძანდებოდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უწყებად. თქვენი მინისტრები ვინ იყვნენ? სხვადასხვა დროს რო ჩამოგთვალოთ. აი ესე იგი 2004 წლიდან. 4 წლიდან ესე. 4 წლიდან იყო ესე იგი ის რა ქვიან ზურაბადეიშვილი უშიშროების მინისტრი იყო მაშინ. მე უკვე ის რა ქვიან ვანო მირაბიშვილი და ვანო მირაბიშვილი უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი და ესე მე უკვე
კი ბატონო, შესაბამისად და ნუ ბოლოს ბაჩუ ახალაია თუ არ მეშლება, ხო ასე? კი ბატონო. შესაბამისად ჩვენ ეკაზღულაძეც თუ არ ვწდები ბოლოს იმის შემდეგ გასაგებია. თუ არ ვწდები და მგონია რომ არ ვწდები, ვინაიდან 8 წელი ვიმსახურე იუსტიციის მინისტრად, არ ვიცი რამდენად ეს თქვენთვის ცნობილია და შემდეგ სხვა სამინისტროში ასევე მინისტრად. როცა მინისტრი ნიშნავს მოადგილეს, ეს არ არის ქუჩიდან მოსული ადამიანი, ხომ ასეა? პოლიტიკური თანამდებობის პირია მოადგილე და გარდა ამისა, მინისტრი როცა ნიშნავს თავის მოადგილეს, ის ვერ იქნება, ან არ იქნება, წესით არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური კადრი, რომელიც ყველა დანარჩენისთვის მისაღებია, მაგრამ მისთვის მიუღებელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოადგილე ყოველთვის მინისტრისთვის თუ რაღაცა უბედურება არ ხდება, მისაღები კადრია. ალბათ. ხო. შესაბამისად, თქვენ რომ არ დავიბნე. ადეიშვილის კადრი იყავით, გაერთიანება რა კი მოხდა, თქვენ ადეიშვილისგან მოხვედით, ანუ უშიშროებიდან, თუ მერაბიშვილის კადრი იყავით. არა, მე შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტროში მუშაობ 93 წლიდან. მე არც ადეიშვილის კადრი. ანუ შევარდნაძის კადრი იყავით. ხო, ნუ კი ბატონო. შევარდნაძის კადრი იყავით. უпростоროდ ბათიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილის დროს დაიწყე. და ესე მე გავიზარდე პროფესიულად. კი ბატონო, მაშინ სხვა კითხვა მაქვს. როცა მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ხელისუფლება, აბსოლუტურად ყველა ჩარეცხეს და რა თქვენ გადარჩით? რატო გადარჩი მე? როგორ გადარჩით მეთქი, რომ ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყავით 8 წლის განმავლობაში ახლა ბატონ ვანოს ბევრი რამე შეიძლება შეერაცხოს, დაბრალდეს კი არა შეერაცხოს მტკიცებულებებით. მაგრამ იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან მისთვის უნდა მიუღებელ ადამიანებს ნიშნავდა სადმე, ამას ხომ ვერ ვიტყვით. შესაბამისად, თქვენ მისთვის გახდით რაღაც მომენტში ძალიან სანდო. და რამ გამოიწვია ეს თქვენმა პროფესიონალიზმმა თუ რამე გაკავშირებდა? მე მაგას, იმიტომ რომ ეხა ბევრი დანაყოფი მყავდა შეერაღებული და თქვა აი აქ უხეში ჩარევა და რაღაცა შეიძლება. ვარდების რევოლუციაში ხომ არ ქონდათ მიღებული მონაწილე? არა, საერთოდ კავშირი არ მქონდა არაფერი. მე შევანაძეს, რა ქვიან, ბედექი ბოლო იმამდე, რა ქვიან, წუთამდე სანამ ესე იგი თვითონ არ გითხრა რომ დაბრუნდით ბაზაზეო. გასაგები. ერთ-ერთი იმის დროს, აი ხა უბრალოდ რახან ის დასვით, რა ქვია, ამ გეტყვით სამეგრელო ზემო სვანეთში ხსნით ბაზას, იქ ძალიან უამრავი ხალხი ესწრება ამას, ესე ხა ტყუილს ვერ ვიტყვი. ტრიბუნაზე გამოდის ვანო მერაბიშვილი, მე ცოტა დაბლავდგა და დამიძახა და რა ქვია, ამომიყვანა გვერდზე დამიყენა და ამ ხალხს ეუნება, ვინც ისე ძველი კადრებით იყო დაკომპლექტებული. იცით თუ ეს კაცი რატო დგასო? დღესო ჩვენს გვერდითო, იმიტომ რომ შევარდნაძე არ მიუტოვებიაო და ბოლო წუთამდე ედგაო. იმსახურეთ ესეო, ემსახურეთ თქვენ ქვეყანას და თქვენც ესე დაფასებული იქნებით. აი ტექსტი ეს იყო და ამის მოთხოვნა არის. ეს მხოლოდ თქვენს ღირსებაზე მეტყველებს. ეხლა მოდით მე ამ აზრს გავაგრძელებ. თქვენთვის დღეს ჩვენ მოგვიწევს ძიმე კითხვების დასმა. თქვენ იცით ალბათ ამას ეხლა ამ ხელა გამოცდილების მქონე ბრძანდებით ხვდებით. მაგრამ იმ აზრს გავაგრძელებ, რაც თქვენ ეხლა ბრძანეთ. როცა თქვენ არ მიატოვეთ შევარდნაძე. როდესაც როგორც თქვენ ბრძანებთ, ვანო მერაბიშვილმა სწორედ ეს დაინახა და ამიტომ გამოგარჩიათ ძველ კადრებში და როცა მიხეილ სააკაშვილმა აბსოლუტურად ყველა, არა მხოლოდ ძალოვან სისტემაში და პოლიციაში თუ სხვაგან აქ ჩვენ წეღან მოვისმინეთ, რომ 1000-ობით სამხედრო გაათავისუფლეს. ძველად გიომიაო და მიუღებელი ხარო. პედაგოგებიც კი, როგორც მისი ტერმინი იყო, ჩარეცხეს პროფესურა. მაგრამ თქვენ გამოგარჩიათ სწორედ იმ ღირსების გამო, როგორც თქვენ ყვებით, რომ არ მიატოვეთ. მან რატომ მიგატოვა? სად არის ვანო? ხო, არ ვიცი ხა. დღეს ხო თქვენ არ ახართ მარტივ ვითარებაში, მიხედვით იმისა, რომ ჩვენ აქ თქვენ ღირსებას არ შეურაცხყოფთ.
ჩვენ ვართ ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე, ეს არის საქართველოს პარლამენტი. მაგრამ მან რატომი გატოვათ? ის გასულია ხო ქვეყნიდან? ხო, არ ვიცი ახლა, მე რაც შემეძლო, აი გითხარით ამ კითხვაზე, რაც წინ დასვით. და რა იცით, რა გონიათ, რატომი გატოვათ? არა, ნუ ეს რა იცით, მე ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება ისე ვიცხოვრო, რომ ყოველთვის მქონდეს იმის. არ დაგემშვიდობათ, როცა მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და წავიდა ქვეყნიდან. არა, საერთოდ არ ქონია კონტაქტი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ კონტაქტი არ გქონიათ? არ ქონია, არა. ყოველ შემთხვევაში მოდით მე ამ ქვეყნის ერთი შვილი ქალი ვარ და დავიტოვებ ჩემთვის ჩემ შეფასებას რომ თქვენ არ მიატოვეთ სხვა, მაგრამ ვანო მიგატოვოთ თქვენ. მოდი ახლა დავსვათ კითხვები. არა, ეს რო გვესმოდეს, იმიტომ რომ რაღაცებზე მე აქვს ხოლმე პრეტენზიები, მაგალითად მობრუნებაზე ხელისუფლებაში. ესე იგი ჩვენ აქ გავესაუბრეთ ბატონ ლაშა ქოიავას. იცნობთ თქვენ მას? არა. ბატონმა ლაშამ, რომელიც ესწრებოდა 7 აგვისტოს გამთენიის თათბირს უზნაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროში, გითხრა რომ თქვენი თათბირს ესწრებოდით, ასეა თუ არა? არ არის ასე, ტყუილია. იმიტომ რომ ვარ შვებულებაში გამომიძახეს და ჩამოვდივარ შვიდში საღამოთი. ამგეთ, ეგ შეგიძლიათ ამოიღოთ იმიდან რა ქვიან, ჩემი გადასვლა საზღვრის გადმოსვლა და რაღაც, რას ვესწრებოდი, როგორ შეიძლება ეგ. შვიდში საღამოთი ჩავდივარ კარალიში. შვიდში დილით გამთენიისას თქვენ არ ხართ უზნაძის ქუჩაზე. არა, საქართველოში არ ვარ და რომელ უზნაძის ქუჩაზე ვარ. არა, რატომ ეჩხუბებით? უჩხუბობთ, ნუ ნერვიულობთ. ესე იგი თქვენ ამბობთ ცრუ ჩვენებისთვის მე თქვენ გაგავთხილეთ. როგორც ბატონი ლაშა გავაკეთე. როგორც მახსოვს, აი ახლა მაგას იმიტომ რომ ერთი წუთით კითხვებით დავიწყოთ ჯობი. შეგიძლიათ ნახოთ რა. თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყავით დიდხანს და საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა რომელ წელს შემოვიდა? არ ვიცი ახლა ესეთ იმას ამ რეფორმით ამაყობდით და ეს მართლაც კარგია, მთელი სამინისტრო ამაყობდით. მე აი ჩემ საკურატოროში რაც იყო, რა იყო თქვენ საკურატოროში? შეერაღებული ძირითადად იყვნენ, შეერაღებული ფორმირებები იყვნენ და მეტის ამ ქონი არც საზღვარი და არც ეს. ხო, ყოველ შემთხვევაში 2008 წლის 7 აგვისტოს თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით როდის? ჩამოვედი შვიდში დამიკავშირდნენ. შვიდში როდის ჩამოხვედით და საიდან? ჩამოვედი სადღაც შუა დღისთვის, როგორც მახსოვს, მე სამსახურში მივდივარ, ვიცვამ იმას სამხედრო ტანსაცმელს, იმიტომ რომ ჩემი დანაყოფები უკვე არიან გადაყვანილი კარალეთში და მე ჩავდივარ პირდაპირ კარალეთში, პირდაპირ იმაზე რა ქვია. საიდან ჩამობრძანდით? თურქეთიდან. თურქეთში რა გინდოდათ? შეგულებაში ვიყავ. შეწყვიტეთ ჩვებულება? შეწყვიტე კი ადმინისტრაციამ და როდის უნდა გამოსულიყავი ჩვებულებიდან? სადღაც 2 კვირით ვიყავი ან 1 კვირით რა ესე ზუსტად ახლა აღარ მახსოვს მაგრამ ესე ვიყავი რა წასვლა. ვინ დაგირეკათ და გამოვიდა? ადმინისტრაციიდან დამირეკეს და მითხრეს რომ საჭირო არ გახსოვთ ვინ დაგირეკათ? არ მახსოვს. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ის ქონდა რომ ესე იგი ხელმძღვანელი პირები და ესე ვთქვათ რაღაც სამსახურებრივ თემაზე არ ეკავდნენ როგორც კი ქვეყნის გარეთ გადიოდი როუმინგის სისტემას ისმენდნენ ესე ვიცოდით რა მაშინ რუსები და ამიტომ სამსახურის თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობდით. უბრალოდ რიგით თანამშრომელმა ადმინისტრაციიდან დამირეკა და მითხრა რომ საჭირო ხართ აქ უნდა ჩამოხვიდეთ და ჩამოვედი რა. კარგი. მაგრამ ნახეთ ადმინისტრაციის თანამშრომელი, მეც ყოლი ადმინისტრაციის თანამშრომლები და მათ აქვს თავიანთი კონკრეტული ფუნქცია. ურეკავს მინისტრის მოადგილეს, თან როგორი მინისტრის და ეუბნება ბატონო შალვა ჩამობრძანდით აქ ხართ საჭირო. კი. აგიხსნათ რატომ იყავით საჭირო? ამას ვერ ახსენე და იმიტომ გითხარით რომ თქვა აი ეს რომ რაღაცა დაიძაბა სიტუაცია აი კონფლიქტის ზონაში ამას ხო ვერ იტყოდა ამიტომ მითხრა საჭირო ხართ აქ მინისტრთან არ ქონიათ კონტაქტი? არ ქონია, არ დამირეკავდა ის იმაზე რა. თქვენ არ დაურეკეთ, რა ხდება ბატონო ვანო? არა, მე დაურეკავდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ როუმინგით რა ქვიან საუბარი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ თქვენ თუ გახსოვთ რამდენიმე ის იყო რა ქვიან შემდეგ რომ აი შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს ელაპარაკა ეს ჩანაწერი მე გამოქვეყნდა ეს ყველაფერი იყო გადაჭერილი არ შეიძლებოდა როუმინგით რაღაც სამსახურებრივზე საუბარი რა ეს ვიცოდით ძალიან იმათ რა მართლა. ბატონო შალვა ნახეთ კითხვა მაქვს.
თქვენ ამბობთ, რომ ლაშა ქოიავამ თქვა, რომ თქვენ იყავით 7 აგვისტოს დილით თათბირზე და თქვენ ამ დროს იმ თათბირზე არ ვიყავიო და არის ტყილიო. ხო, მე ჩავედი იმაზე რა ქვია, საღამოთი კარაგში. კითხვას გისვამთ. თქვენ მზად იქნებით, რომ ლაშა ქოიავას ამ თემაზე დაუპირისპირდეთ, მან რომ გითხრათ, რომ ამადამ დარბაზში, ამადამ სკამზე იჯექი. ამ სკამზე შენს გვერდით იჯდა ესა და ეს. ამ დროს თუ თურქეთში ვარ, აი როგორ ეხა, მაშინ თქვენ დაუპირისპირდებით? მოგეხმარეთ, მაშინ ნახეთ რომ საქართველოში არა ვარ, ხო? არა, მე რაში უნდა მოგეხმაროთ, თქვენ ბანო არ მოგეხმარათ და მე რაში უნდა მოგეხმაროთ. რა ვიცი. კარგი. ეხლა თქვენ გითხარით საკურატორო რა გქონდათ? საკურატორო ჩემი იყო სპეცდანიშნულების რაზმები, ისე რა ქვია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, აი ეს მაშინ სამმართველო იყო, მთავარი სამმართველო. ეგ იყო სამაშველო სამსახური. დიახ. კიდევ? და ეს რეგიონების პოლიციური დანაყოფების იქაც სპეცდანიშნულების რაზმები უყოთ მევალებოდა იმათი ისა რა ქვია მატერიალური უზრუნველყოფა, წვრთნა და ასე შემდეგ და ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყვნენ თვითონ იმის ხელმძღვანელობასთან, პოლიციის ხელმძღვანელობასთან და ესეთი ის. კარგი. შესაძლოა რომ შეკრებილიყო თათბირი და იქ სხვა პირს თქვენი სახელი გამოეყენებინა. აი მე ესეთი შეთქმულების თეორია რა საჭირო არის, ან როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა მჯდარიყო ჩემს მოგიროთ. ყველა სავგება არ ვიცი რა ვერ გეტყვი. ან შეიძლება აი ნახეთ ჩვენ გვიწყვია აქ მე თქვენთან ერთად მსჯელობ. ნახეთ მე ხო აქ იმისთვის არა ვარ და არც ერთი ჩვენგანი რომ ვიღაცას რაღაცა დავაბრალოთ. ვიმსჯელოთ ერთად, რა არის მომხდარი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ისეთებს ვისმენთ რამდენიმე დღეა. არაფერი აღარ გაგვიკვირდება. აი ნახეთ, ჩვენ აქ ვართ, მე ჩემი გვარი მაქვს წინ, ბატონ ალექსანდრეს თავისი გვარი. და ხომ შეიძლება რომ თქვენ რა კი იყავით ჩვეულებაში, გათვალისწინებული იყავით რომ თათბირს დასწრებოდით და ვინაიდან არ იყავით, მე ეს გვარი არ აიღო ვიღაცამ და იმ ადგილზე ვიღაც იჯდა შემთხვევით, ხო შეიძლება? შეიძლება ალბათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით ეხლა. ერთი ეს ვარიანტი შეიძლება ვიფიქროთ. და იქ მყოფ პირებს დარჩენოდა ჩთაბეჭდილება, რომ აქ რომ სხვა იჯდეს, არ არის ცნობადი სახე და სამხედრო პირმა ჩათვალა, რომ ეს ბატონი შალვაა. შესაძლოა ეს მომხდარი იყო, ნუ ტექნიკურად გასაგებია. ვერ გეტყვით რა. კარგი. ხო, მე რო არ ვიყავი, ვიცი რა. კარგი. მაშინ მოდით ასეთი კითხვებზე გამეცით პასუხი. ბატონი ვანოს დროს თქვენთან ერთად აგვისტოს ომის დროს სანამ კარალეთში ჩავალთ თქვენთან ერთად და გავაგრძელებთ 7 აგვისტოს და 8 აგვისტოს თემებზე ვისაუბრებთ, ვინ იყვნენ მოადგილეები? გია ლორთქიფანიძე, დიახ. ამირან მესხელი, დიახ. ეკას გულაძე, დიახ. მე ვიყავი, არ ვიცი რა. ჰა? კიდე აღარ. ხო, ეგ იყო კიდე აღარ. კარგი. ესე იგი, თქვენ ბრძანდებით ჩვეულებაში გირეკავთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სავარაუდოდ 6-ში ალბათ, თუ როდის დაგირეკათ? არა, 7-ში დამირეკა. 7-ში დილით? კი. და თქვენ თურქეთში რა ადგილას იყავით? რაღაც ვიყავი მარმარისი თუ რაღაცა იქიდან ჯერ მანქანით ვიარე, სანამ მივიდა ესე იგი აეროპორტამდე და აეროპორტიდან მერე
რომელ აეროპორტამდე? აღარ მახსოვს აი ესეთი და ვინ გახლდათ მივედითო თქვით და ვინ არა მივედი მეთქი რა იქიდან დავიქირავე მანქანით მივედი აეროპორტში და ესე გადმოვისახე მე ჩამოვედი თბილისში ჩამოვედი სადაც ალბათ შუა დღე იყო რა სტამბული თბილისის რეისით თუ ხო აი ვერ გეტყვით რა რომელი რეისი იყო იმიტომ რომ ბილეთებიც ადმინისტრაციამ გადამიცვალა რა კი ბატონო და ჩამოხვედით წახვედით რომელი საათია დაახლოებით მე რომ მივედი იქ ალბათ რა 5 საათია თუ 4-5 აი ესეთ დეტალები ცოტათი 17 წელი რო გავიდა აი რომელზე მივედით ვერ გეტყვით 4 იყო 5 იყოს მე მახსოვს რომ მე 7 საათზე სადღაც უკვე იქ ტარდება თათვირი იმაში კარალეთში ეს რაფიან კარალეთში მიხედვით საღამოა კარალეთში რატომ იქ იყვნენ შეკრებილები ყველანი რა ყველა ტერიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ყველა ვინ ჩვენი ბაზა თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ვინ ყველანი რა ვიცი ყველანი ვინ ყველანი ჩამოვთვალო არ ვიცი ხო რა თქმა უნდა აბა აქ ჩვენ ვიცი მარტო უფროსი ვინც იყო გენერალი ზაზაგოგავა ყურაშვილი მახსოვს და დანარჩენი ეს თანაშრომების გვარები აღარ მახსოვს ეხა ვინ აყავდათ მოადგილები და ისე ბადნაშალვა ნახეთ მე არ მიყვარს როცა აქ მოსული ადამიანი ერთი წუთი მე არ მიყვარს აქ მობძანებული ადამიანი რომ ნერვიულობს რომ სანერვიულო ისედაც დამიწყეთ რომ წყობიდან გამომიყვანეთ ეხა მე ძალიან წყობიდან არ გამოგიყვანეთ ომეგაში ნამსახურევი კაცი და ამდენი სპეციალურად მეგონა იმიტომ რომ მე ტელეფონით მითხრე სულ ეს კაცი რაღაცებს ლაპარაკობს შენზეო და უკვე ვიფიქრე სპეციალურად ილაპარაკო ნერვიულობთ ომეგა შევქმნიო თუ ომეგაში ვიყავიო და რაზმები მაქვს შექმნილიო მე თუ გაგანერვიულეთ არ ივარგებს ეს ასეთი დასკვნა გავაკეთოთ დამშვიდდეთ დავწნარდეთ არაფერი არ არის სანერვიულო ჩვენ აქ ვსვავთ კითხვებს იმიტომ რომ გავიგოთ რა არის სიმართლე ხო არის ეს თქვენს ინტერესში კი ბატონო მე მესმის რომ თქვენი მთელი კარიერის მანძილზე იქით იყავით კითხვების დასმას ალბათ ჩვეული და ბრძანებების გაცემას და ეს არ არის სასიამოვნო პროცესი ამაშიც დაგეთანხმებით მაგრამ მოდით წყნარად შვიდად მივყვეთ ფაქტებს ესე იგი თქვენ კი უნდა ჩამოთვალოთ რომ ჩახვედით კარალეთში საღამო ჟამს გოგავა ყურაშვილი კიდე ვინახეთ გენერალური შტაბიდან არ ვიცი იმდგარებს ვერ ჩამოვთვლით ჩემი თანამშრომლები იყვნენ საკურატოროს ისინი დამხი იმიტომ რომ ისინი წინასწარ იყვნენ წასული ბატონი ვანოც იყო კი ვანოც არ არის ვანო იყო ადეიშვილი ზურაბი არ იყო კეზერაშვილი არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირები ხომ არ იყვნენ ან თქვენი კოლეგა მინისტრის მოადგილეები ლორდ კიფანიძე მესხელი ზღულაძე არ იყო იმიტომ რომ ზღულაძე მე მგონი თბილისში იყო ჯერ აი ვერ ყვევოდი ჩემ დანაყოფებსაც იმაშვებოდი რომ ვინ იყო კი არსად არ გვეჩქარება ნელ-ნელა გავიხსნა არ იყო მგონია კეზერაშვილიც არ იყო არ ვიცი არ მახსოვს რა ვანო გახსოვთ ვანო მახსოვს კი უტიაშვილი შოთა ბატონი შოთა არ უნდა ყოფილიყო უტიაშვილიც იქ მესხელი და ლორდ კიფანიძე აი შეიძლება ყოფილიყვნენ იცით აი ესე რომ ვერ დაიჩერმებთ რომ არ იყვნენ კარგი მიხვედით შენობაში მიხვედით თუ სადმე არა შენობაში მივედით არცად შენობაში რა შენობა იყო ეს კარალეთში ჩვენ გვყავს ისა სპეცდანიშნულების რაზმი იყო განთავსებული არის და სააქტო დარბაზში იყო ეს თათვირი ჩატარდა სადაც თქვათ აი ეს გეგმა ქონდა თუ გენერალურ შტაბს გამზადებული ვის რა პოზიციები უნდა დაეკავებინა დავალებები თქვენ მიიღეთ დავალებები ვინ გასცა დავალება გვარი სახელი სავარაუდოდ არ მახსოვს იმიტომ რომ რუკასთან იდგა გენშტაბის უფროსის მოადგილე რომელიც არ მახსოვს რა აი სახით მახსოვს მაგრამ ეხა სახელი გვარი არ ვიცი რა ეს არ იყო არც გოგავა არც ყურაშვილი არა ის ჩვეულებრივად იჯდა და ეს რაღაც დავალებებს გასცემდა ჩვენი წილი ამოცანა მივიღეთ რა და ამოცანა დავალება მიიღეთ თქვენ ჩვენი ამოცანა ის იყო რომ თქვათ აი ჩვენი ეს ისენი რა ქვია დაჯგუფება რომელიც შეიქმნა რა ადგილზე უნდა განთავსებულიყო კონკრეტულად და თუ თქვათ იქნებოდა გაცემული ბრძანება გადაადგილების მანამდე იქ ვიყავით გვიან ღამით მე მივიღეთ უკვე
დავალება და გამიგზავნეთ ჩვენი დისლოკაციის ადგილზე. კარგი, თქვენ კონკრეტულად მიიღეთ დავალება საღამო ჟამს 7 აგვისტოს, რომ რა გააკეთეთო და რა ძალებითო? აი ძალები მე რაც ამყავდა, ის ძალები სადაც ბატალიონები იყო, ორი. რა ძალები ყავდათ? სპეცდანიშნულების რაზმის ისენი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ეს განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონები. ესენი უნდა გავსულიყავით რაღაცა პუნქტზე, სადაც უნდა რაღაცა პუნქტი, რომელი პუნქტი? ცხინვალის დასავლეთი მიმართულება იყო ჩვენი დავალება. და რა უნდა გაგეკეთებინათ დასავლეთი მიმართულება? უნდა განთავსებულიყავით და დავალდებოდით შემდეგ დავალებას. ზოგადად ჩვენი ესე იგი სამსახურის თქვათ აი ეს განსაკუთრებული დავალება დეპარტამენტი აგე უკვე იცით ხო გაგიათ რა შეერაღებას ფლობს და რაღაც ხო ეს არის აი მაქსიმუმ აქვთ კობრას ტიპის ჯავშან მანქანები ეს არ არის თქვათ აი ეს არც ავიაცია გვაქვს არც არტილერი არაფერი თქვათ აი ესე დიდი რაღაცის რაღაც საბრძოლო რაღაცა ეს მოქმედებებს და რაღაცებს თქვათ ჩვენ მარტო ვერ ჩავატარებდით. ამიტომ თვითონ ამოცანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ესეთი ჰქონდა რომ თავდა ესე იგი შეერაღებული ძალები რაღაც ტერიტორიას რომ დაიკავებდნენ ამ ტერიტორიის შემდეგ თქვათ იმ ტერიტორიაზე უბრალოდ უნდა მოგვეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები პატრულირება იმ ტერიტორიის გამოგვენ თავისუფლებინა თავდაცვის სამინისტროს ძალები და ისინი გადასულიყვნენ უკვე სხვა ამოცანის შესასრულებლად. ეს იყო ზოგადად აი ეს თავდაპირველი, ესე ვთქვათ, ამოცანა. და როცა მივიღეთ, მე გვიან ღამით უკვე დავიძარით იმ ადგილზე, ჩვენი ამ კონკრეტულად ამ ადგილზე, რომ ესე იგი ჩვენ ცხინვალის დასავლეთი მიმართულების იმ ადგილს, სადაც თქვენ უნდა ყოფილიყავით, რამე სახელი არ ქონდა კონკრეტული ან დასახლებული? სახელი ქონდა, იმიტომ ის ადგილი ვერ დავიკავით. აი ეს გვიამბეთ. აირია მე ყველაფერი და აი ეს ახლა მაგას ვეთქვის ესე. კარგი. ერთი წუთით დავრჩეთ კარალეთში თქვენი ნებართვით. ესე იგი თქვენ ჩახვედით, იქ დაგხვდათ ვანო მერაბიშვილი, დაგხვდათ ზაზა გოგავა, ყურაშვილი, ესენი გახსოვთ, სხვები არ გახსოვთ. დავალებებს თქვენ გაძლევდათ გენშტაბის მოადგილე, უფროსის მოადგილე. არა, გენშტაბის უფროსის მოადგილე კი არ გაძლევს. ზოგადად ესე იგი გენშტაბის უფროსი იძლევა დავალებებს, მაგრამ ის რუკაზე ხსნიდა, თქვათ, აი რა პოზიციებზე იყო განთავსებული, თქვათ, ჩვენი დანაყოფები, სად უნდა განთავსებული. აი რა ახსნა, რომ გაგვიზიაროთ, რას ხსნიდა, რომ რაო, რუკაზე რას გაჩვენებდათ? ჩვენი კონკრეტული ამოცანა, მე ხა თავიანთი იქ თქვათ, ჩემი კონკრეტული დანაყოფები რა ადგილზე უნდა განთავსებულიყვნენ კონფლიქტის თქვენ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ზოგად სიტუაციას რას ხსნიდა, რომ 7 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით რა ვითარებაო? რა ვითარი დაძაბული ვითარება არის, ეხლა რაც თქვათ, უცებ მე თან შევდივარ, იმიტომ რომ ინფორმაცია არ მაქვს არაფერი მოსმენილი, იქ ჩავდივარ და აი ქვისმენ ხო რაღაცებს და ამათ ვეკითხები აპარახდება. ხა ძირითადად ჩემი ყურადღება გადაყენილი იყო იმაზე, რომ როგორ იყვნენ მზად ეს ხალხი ჩემები რა, ხო რამე ხო არ დარჩათ წამოსაღება, ჩემზე ადრე იყვნენ რამდენიმე საათით ჩასულები იქ. ხო და იმას ვამოწმებდი ამ რაღაცას და ეხლა და ველოდებოდით შემდეგ დავალებას რა. ნახეთ, მე ვყოფილ ვარ ასეთ თათბირებზე 12 წლის შემდეგ. უფრო მიადვილდება, ასე ვთქვათ, გავიგო რასხვებით. და თათბირზე რომ ყოფილ ვარ, იქ ყოველთვის ნებისმიერ თათბირზე, რომ გამოვალ თათბირიდან, შემიძლია გითხრათ, ვის მიყავდა პროცესი. ხო. აი თქვენ როგორი და სტატუსის და მიუხედავად შესაძლოა შეიქმნას ვითარება, რომ სტატუსურად ადამიანს არც ეკუთვნის იქ წამყვანი როლი ქონდეს, მაგრამ ისე აეწყოს დისკუსია, რომ მან შეიძინოს ეს ფუნქცია. აი იქ სადაც იყო თქვენი მინისტრი, იყო გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, იყო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი, გენერლები, ხომ? ვის მიყავდა აი ის საუბარი? თუ უფრო ქაოტური იყო? არა, ქაოტური არ იყო გენერალური შტაბის ესე იგი უფროსის მოადგილეს, აი რანგით ესეთი რანგი იყო. მოადგილეს. გვარი არ გახსოვთ. მაგრამ თვითონ ხელმძღვანელი იქიჯდა ბატონი ზაზა და იყო ჩუმად. არა, მე ხლა. ჩუმად არ იყო, მაგრამ არ მიყავდა პროცესი თვითონ. პროცესი არ მიყავდა რა. არც ბატონ ვანოს არ მიყავდა პროცესი. ამ შეხვედრისას თქვენმა მინისტრმა რა თქვა და ვისთან მიმართებაში? არ მახსოვს რა ვიცი, რატომ უნდა ითქვა რამე ვერ ჩუმად იყო.
არ ხეინად იყო თუ რომ ნერვიულობდა თუ რომ არ გახსოვთ. გასაგებია. კარგით, ეხლა სანამ წავალთ თქვენთან ერთად ცხინვალის დასავლეთ მიმართულებისკენ და მოვლენებს გავყვებით. რომ დაუბრუნდეთ აეროპორტის პერიოდს. თან გისმენდით და რომ საუბრობდით, იცით რა გამახსენდა ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიდან. 2013 წლის დასაწყისი იყო, თუ არ მეშლება და ბატონი სოზარი მაშინ ჩემი კოლეგა იყო, მქონდა პატივი და ის შემომეშველება თუ ფაქტები ნათლად ვერ გავიხსენე, თუმცა მგონია რომ კარგად მახსოვს. მაშინ მოხდა დაიწყო სხვადასხვა ფაქტზე აღიძრა საქმეები. 2013 წლის მაისამდე პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი იყო მოგეხსენებათ და აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედების დროს, რომ თქვენს მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ეგრეთ წოდებული ოპერატიული პასპორტი. თუ სწორად მახსოვს, მაისურაძის გვარზე. ოპერატიული პასპორტი, ვინც არ იცის რა არის, გაიცემა მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში. გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ეწევა ან სადაზვერვო, ან სხვა უშიშროების ნებავ სამხედრო მიმართულებით საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ინტერესის დაცვას, მათ შორის პირველ რიგში უსაფრთხოებას. ასე დროს გრიფით გაიცემა პასპორტი, მკაცრად შეზღუდული ოდენობით და პირობებში. ფოტო იყო ამ შემთხვევაში იგივე, ანუ ვანო მერაბიშვილის, მაგრამ პასპორტში ეწერა, რომ ის არის მაისურაძე. ბატონო შალვა, თქვენ ხომ არ გქონიათ ასეთი პასპორტი როდისმე? არასოდეს არ გქონიათ. საზღვარზე რომ შემოხვედით, თბილისის აეროპორტში შემოხვედით. საზღვარზე. თბილისის აეროპორტში შემოხვედით. კი. სტამბული თბილისის რეისით. გონი სტამბული თბილისის იყო რა. კი ბატონო. ხომ არ გახსენდებათ თქვენივე თანამშრომლებმა, ასე ქვია, იმიტომ რომ მინისტრის მოადგილე იყავით და საზღვარზე ვინც დგას, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. თქვენივე სისტემის თანამშრომლებმა ხომ არ შემოგატარეს უფრო სწორად საზღვარზე ისე რომ პასპორტში არ ჩაგირტყეს ბეჭედი. არ ვიცი, ყურადღება არ მივიქცევია მაგისთვის, საერთოდ ხვდებოდა ხოლმე თანამშრომელი იქ. სად დაგხვდათ თანამშრომელი? აი, სადაც ტრაპთან თუ ცოტათი შიგნით აღარ მახსოვს ზუსტად. რა ესე დეტალები აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში შიგნით როგორც ეს VIP პერსონას ეკუთვნის, იქ დაგხვდათ. ეს კლასიკური პროცედურა. და VIP დარბაზით გაიარეთ. თუ სადაც ბარგი რომ ტრიალებს და ვიცდით ხოლმე და რომ ჩამოიგლის ავიღებთ. მაგრამ რომ დაგხვდათ, როგორც წესი და რიგი იყო ხოლმე 8 წლის განმავლობაში გხვდებოდნენ, ასე დაგხვდათ სამინისტროს თანამშრომელი. და შემოგაცილოთ ქვეყანაში. ასე დროს მეც გამივლია ეს პროცედურა, როგორც წესი თანამშრომელს ვაძლევთ ხოლმე ჩვენს პასპორტს, მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე და ის აგვარებს. ასე იყო? ალბათ ესე იქნებოდა, ვერ ასე დეტალები აღარ მოვაჩვენე. მაგრამ 8 წელი იმსახურეთ და 8 წლის მანძილზე მუდმივად როგორ იყო ხოლმე? ეს პროცესი რაც თქვი დაახლოებით ეგეთი ასე იყო. დაგხვდებოდათ, ჩემ შემთხვევაში იყო ხოლმე პროტოკოლი, თქვენ შემთხვევაში შეიძლება პროტოკოლი ან ადმინისტრაციის, მოკლედ დაგხვდათ თანამშრომელი. მას თქვენ სავარაუდოდ გადაეცით თქვენი პასპორტი და იმან მოაგვარა საზღვართან პროცედურები. სავარაუდოდ. გასაგები. ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ, ბატონო შალვა. ზოგი ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვინახავთ. ზოგი არ ინახავს და არ ენანება ქაღალდების თუ რაღაცების გადაყრა. თქვენ ხომ არ გაქვთ ის პასპორტი შენახული?
სამსახურებრივი პასპორტი იყო და ვერ გეტყვით, ხო ჩავაბარეთ. ეს გახსოვთ ხო, რომ დიპლომატიური იყო? დიპლომატიური იყო გონი. დიპლომატიური პასპორტი, რომელიც ჩააბარეთ. ჩავაბარეთ, კი. როდის ჩააბარეთ? 2013 წელს წამოვედი მე სამსახურიდან 2013 წელს ჩამოვარებიდეს, კი. კარგი ბატონო. ეხლა დაბრუნდეთ კი ბატონო. კარალეთში. მიიღეთ დავალება და გაემგზავრეთ ცხინვალის დასავლეთის მიმართულებით. აი ამის შემდეგ უკვე თქვენ გააგრძელეთ თხრობა თუ შეიძლება. ნუ ის პოზიციები ჩვენ გამყოლიც გაგვაყოლეს, მაშინ კარგად მახსოვს. თავდაცვის სამინისტროდან, შერეულ ძალებიდან გამყოლიც, იმიტომ რომ ეს ხო და მოკლედ ესე იგი ეს ამ გამყოლებსაც გზაებნათ და იქ ისეთ ადგილზე ის თქვენით რომ ვეღარ გადავიარეთ, ტექნიკამ ვერ გადაიარა ის ადგილი. და გარკვეული ხანი შევეცადეთ რომ ჩვენით გაგვერკვია და არ გამოგვივიდა და შემდეგ მივიღეთ მეორე ბრძანება რომ უკან ამოსულიყავი და უკან კი არა, ნუ უბრალოდ ქვია ზემონიქოში ავსულიყავით. და იქიდან ხვდები მე ზემონიქოში, ამიტომ ჩვენ ადგილზე არ მივსულართ, რომელ ადგილზეც საუბრობთ უნდა დაგვეკავებინა რა. კი ბატონო. ეხლა ნახეთ ჩვენ რა გვაინტერესებს თუ შეიძლება რომ მითხრათ. თქვენ იყავით სრულფასოვანი სამინისტრო. სრულფასოვანი რას ნიშნავს რომ თქვენ ვერ იტყვით რომ ან ძალა გაკლდათ, ან წონის მქონე მინისტრი გაკლდათ, ან ფული გაკლდათ, უხეშად ვიტყვი, ან გავლენა გაკლდათ. თქვენ ხომ არ გქონდათ შემთხვევით ცალკე შტაბი? სამხედრო ძალებისგან განსხვავებული, სადაც თქვენი შიდა სამზარეულოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები იკრიბებოდით და იქ თქვენივე რომ მიიღეთ დავალებები, მე იმის იმპლემენტაციის დროს, შესრულების დროს, ხომ საჭირო იყო თათბირი, გადათათბირებას რომ ვეძახით არასწორად. გზადაგზა იცვლება ხომ რაღაცეები. აი ამ სამისოთ ადგილი ხომ არ გქონდათ შტაბის სახით ცალკე თქვენ? იმიტომ რომ ის სადაც ეს ყველაფერი ტარდებოდა, ის იყო ჩვენი შტაბი. სად? კარალეთში. კარალეთში. ჩემი ის იყო ბაზა ეს, რა ვთქვა. ეს კარალეთში, სადაც თქვენ ჩახვედით, იყო შინაგან საქმეთა სადაც მოწვეულები იყვნენ გენშტაბის უფროსი. გასაგები. ანუ ეს იყო შტაბი. იყო ეს ის შტაბი, საიდანაც მთელი ეს მოქმედებები იმართებოდა. თავიდან მან და მე გადავიდა სხვა ადგილზე. სად? არ ვიცი სად. თავიდან რა პერიოდი იყო? 7? 7 და 7-ის ღამე. მე 7-ის ღამეს რო იქიდან გავედი, ხო მე იქ აღარ შევსულა. იქ სად კარალეთის შტაბში? ხო, იქიდან, იმიტომ რომ მოიშალა ეს ყველა. ღამე როდის გახვედით? ღამე სადღაც აი ეს საათი ზუსტად არ მახსოვს. 11-ის მერე 12 საათი, რაღაცა ეს პერიოდია რა. 11-დან 12-მდე პერიოდში ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა იყო ეს, რომელიც თქვენი საკურატორო იყო. კი. ესე იგი თქვენ ჩამოფრინდით სტამბულიდან, ფორმას სად გამოიცვალეთ? სამინისტროში. სამინისტრო იყო ორთაჭალაში. ჩიტაძეზე მიხვედით. ანუ უშიშროების ყოფილ კი ბატონო. ჩიტაძეზე მიხვედით, გამოიცვალეთ ფორმა. ამ ფორმაზე გვარი გეწერათ? გვარი უნდა წერებოდა გვარი, მაგრამ არა, თქვენ ფორმაზე გეწერათ თუ მეწერა, მაგრამ ნუ მე ღონისძიებების დროს ამას ისე არა, როცა ჩაიცვით თუ გეწერათ. ვინმე ხომ არა ახევდა იმ გვარს თქვენს გარეშე? არა, ჩემს გარეშე არა. როგორ გაბედავდა? ჩამოკიდებული მქონდა ჩემს კაბინეტში გეკიდათ. გვარი გეწერათ, კი ბატონო. კარგი, მიხვედით. ხო, როგორც ანუ წესი დაცული იყო უნიფორმის შემთხვევაშიც, კი ბატონო. ესე იგი, თქვენ მიდიხართ თქვენივე ბაზაზე, კარალეთში, ხვდებათ თქვენი მინისტრი და თავდაცვის სისტემის მაღალი წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არიან, ასე ვთქვათ, თქვენ სისტემაში შემოსულები და თათბირს ესწრებიან. ნუ ტერიტორია დათმობილია, იმიტომ რომ უახლოესი ადგილი არის. კი ბატონო. და მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინაცია. თქვენ სადღაც 11-დან 12 საათამდე ტოვებთ იქაურობას.
სადმე ემგზავრებით და მერე რა ხდება ეს რომ მოგვიყვეთ. ეხანაც ხო გითხარით, მივედით იმ ვერ მივედით იმ ჩვენი გეგმით განსაზღვრული წერტილის თუ პუნქტის დანიშნულების ადგილზე, ვერ მივედით. იქიდან ამოვტრიალდით და ავედით იმაში, რა ქვია, ზემო ნიქოში. კი ბატონო. ეს გეგმაში იყო, რომ თუ იქ ვერ მიხვალთ ნიქო. ვინ გადაწყვიტა? იქიდან აი ზუსტად ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ იქ რო ჩვენ ვეღარ მივედით იმ ადგილზე. მე ურეკავდი მე თავდაცვის სამინისტროს, ვინც ესენი გამოგაყოლა მოკლედ რა ეს გაყოლები და მე მითხრეს რომ ამოდი ზემო ნიქოშიო, მაგრამ ვინ მითხრა ამოდი ზემო ნიქოში აღარ მახსოვს. გამყოლები რას ნიშნავს? თქვენ ხო თქვით რომ მე ჩემი ძალებით წავედი. ძალები, მაგრამ იქ როგორ იყო იცი, გეგმა გამზადებული აქვს თავდაცვის სამინისტროს. იქ აგვაქვს ჩვენ მონიშნული ეს რაღაც ისად, სადაც უნდა მივიდეთ. გაგვაყოლეს ორი გამყოლი. ორი კაცი კი, რომელსაც უნდა მივეყვანეთ ამ დანიშნულების ადგილზე. თქვენ არ იცოდით როგორ მისვლა? ჩვენ არ ქონდა იმის დრო რომ რეკოგნოსცირება ჩაგუტარებინა, წინასწარ რაღაც დაზორვა გაგაკეთებინა იმ ტერიტორიის, სადაც მივდიოდით, ეს ხო სპონტანურად ხდება რა. სპონტანურად როგორ ხდება ომის წარმოება სპონტანურად? ხო, ნუ ეხლა ეს წინასწარ დაგეგმილი რო ყოფილიყო, მაშინ შარჩებულებაში გამიშვებდნენ და არც ის რა ქვია, შეთანხმებული იქნებოდა. კავშირგაბმულებას კი არ ქონდა ერთი, ჩვენ და თავდაცვის სამინისტროს. ეს ხდება აი ესე უცებ რაღაც ნაუცბადებად და უცებ აი ესე ვიღაც ორი კაცი აი ხ და რა ქვია გეგმაზე მოგცეს რაღაც ადგილი და მივდივართ იქ რომ ჩვენი პოზიცია დავიკავოთ. გასაგები, ანუ თქვენ თვითონვე აღმოჩნდით ცაიდნოჩი. ხო, იქ მაგრამ ნახეთ ბატონო შალვა, თქვენ ბრძანეთ და ეს ცნობილი ფაქტია რომ თქვენივე სიტყვებია და ამას ბევრი ამბობს. გეგმა არსებობდა. გეგმა არსებობდა თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თუ თავდაცვის სამინისტროს სისტემის თუ შეიარაღებული ძალების გენშტაბის თუ ვისიც არის, ვისიც იყო და ამ გეგმის არსებობას ყველა რო ვადასტურებთ და ვაღიარებთ, რომ თავდაცვის სისტემას ჰქონდა გეგმა. ამ გეგმაში თქვენი მონაწილეობა სად ეწერა? გაწერილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს. რომ ჩვენ სად ყოფილიყავით ჩართული, რომელ მიმართულებაზე. იმიტომ რომ საკუთარი ძალები არ ყოფნიდათ? ხა საკუთარი ძალები ჩვენც ხო ქონდა თქვა იმ ტერიტორიაზე ის იყო რა ქვია ხო ოკუპაციის ხასთან. ეს გეგმა თქვენ თვითონ ნანახი გაქვთ დაწერილი გეგმა, შედგენილი გეგმა? არა, იქ რო ჩავედი, იქ ნახე. იქ ნახე რომ უკვე რუკა ქონათ ეს გამოტანილი, ამ რუკაზე მიდიოდა უკვე ესე იგი თქვა აი ეს ბოლო რაღაცების ისა. გეგმა არ გინახავთ, მაგრამ რუკაზე აგიხსნეს რომ თქვენ ბატონო შალვა თქვენი ძალებით ორ პირს გამოგაყოლებთ სამხედროს და ეს უნდა გააკეთოთ. მიმართულება გასაგებია. კი ბატონო. ბევრჯერ კითხეთ და ერთი და იგივე მითხარით, მაგრამ ამ მიმართულებაზე თქვენ რა მიზანი, რა ამოცანა დაგისახეთ? აი იმ კაცმა ხელში ჯოხი რო ეჭირა და რუკაზე გაჩვენებდა. ჩვენ იქ უნდა ამ წერტილზე უნდა დამთავრებულიყავით და დავლოდებოდით იქ შემდეგ იმას რა ქვია დავალებებს. შემდეგ დავალებებს. მაგრამ თქვენ იქამდე ვერ მიხვედით და რა მომენტში მიხვდით რომ ვერ მიაღწევდით? ტექნიკა რო ჩაგვივარდა, დიდი ის იყო თხრილები, რო ჩაგვივარდა ტექნიკა. ამოვათრიეთ იქიდან. რომელი ტექნიკა ჩაგივარდათ? იყო ეს კობრაც კი ჩაგვივარდა. კობრა იყო და სულუქი მანქანები იყო ეს არის. ეხლა რომ მივყვეთ, ბოდიში მე არ ვარ სამხედრო სპეციალისტი და არ გეწყინოთ რომ ამდენ კითხვას ვსვამ. ნახეთ, თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორია სპეცდანიშნულების რაზმების და რომლის ფუნქცია არ არის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა, ხომ ასეა? თქვენ როდესაც კურატორობდით სპეცდანიშნულების რაზმებს, ხომ? მათი პირველადი დანიშნულება ან დანიშნულება იყო საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, ანუ სადღაც შესვლა და დაკავება. საომარ მოქმედებებში ჩვენი აი ფუნქცია ესე იყო განსაზღვრული, რომ არა, ომის დროს არ გეკითხებით. ზოგადად რა გეწერათ? ფუნქციები ხო გაწერილია სპეცდანიშნულების? გაწერილია კი ბატონო. იქ გეწერათ საომარი მოქმედებები. საომარი მოქმედებები იქ არ გეწერა ჩვენ საომარი. იყო ესე იგი ის რა ქვიან განსაკუთრებულ დავალებათა იმას სამართლო მაშინ ეს დეპარტამენტს კი ბატონო. ქონდა
მაშინ ორმაგი ესე იგი ფუნქცია, ერთი ფუნქცია ეს მიტინგების თემა იყო, მეორე ფუნქცია იყო კიდე აი ეს კონფლიქტის რა ქვია ზონებზე ჩვენ ვიყავით, ჩვენ ქონდა ესე იგი ბლოკ სამუშაოები მოწყობილი გარშემო სამეგრელოში ისე გარშემო თუ შიგნით გარშემო სულ ეს იყო მიტინგები ახსენეთ და იქ ალბათ მოგიწიათ ბევრი შრომა მონაწილეობა კი ბატონო შესაბამისად თქვენ ესე იგი რომ წარმოვიდგინოთ მე მოგენიჭებოდათ თქვათ რაღაც ფუნქცია კარგი მოგენიჭათ რაღაც ფუნქცია ისე რომ ეს თქვენი დანიშნულება არ იყო წახვედით ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად რომლებიც იყვნენ შეიარაღებულნი რომელიც თან ჰქონდათ ხო შეიარაღება ეს არ იყო მძიმე ტექნიკა ეს იყო რაც ადამიანს თან აქვს ხომ შეიარაღებულ ადამიანს თუ არ ჩავთვლი ჯავშან მანქანას ახლა არ ვიცი ეს თქვენი იყო ჩვენი იყო კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ესე იგი ვერავინ ვერ დაგაბრალებთ რომ თქვენივე ტექნიკა არ იცოდით როგორ გემუშავებინათ იქ თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა არ გყავდათ თქვენი ხალხი თქვენი შეიარაღება და ორი სამხედრო პირი ეს არის სურათი არა მე როგორც ვიცი იყო კიდე გონი ისა რა ქვია რამდენიმე ტანკი იყო ტანკიც იყო აი მას ვეძებ ესე იგი თქვენ გქონდათ ყავდათ თქვენი ხალხი ორი თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან სამხედრო პირი თქვენი და თავდაცვის სამინისტროს სისტემის შეიარაღება კარგი თხილში რა ადგილას აღმოჩნდა ეს ტექნიკა და რატომ? ეს თავდაცვის ტექნიკა აღმოჩნდა თუ თქვენი? თხილში. არა, ჩვენი აღმოჩნდა. თქვენი, რატომ? გადაულახავი იყო და ვერ გადალახა და დაიჭედა, ახლა რატომ? და რატომ გადახვედით თუ გადაულახავი? არა, ღამე სიბნელეში მივდივარ. სიბნელე იყო უკვე ღამეა. პირველმა მანქანამ გადაიარა ის რა ქვია, ნუ გადასულა და ვერ გადაიარა, ვეღარ ამოვიდა იმ და თავდაცვის ტანკებმა თუ გადაიარეს იგივე თხრილი. რატომ გადაიარეს? იმიტომ რომ მათ უნარიანობა ჰქონდათ როგორც ტექნიკას გადალახვის და თქვენსას არ ჰქონდა. გეგმაში ეს თხრილები იყო, რომ გითხრეს რომ აი წადიო ამ ადგილასო, არ გითხრეს რომ იქ თხრილია, ეს რა ტიპის თხრილი იყო? სამხედრო თხრილი იყო თუ ბუნებრივი თხრილი იყო? არხის თხრილი. არხი იყო, სარწყავი არხის თხრილი. რუკაზე წესით არის ხო სარწყავი არ? თქვენ გეოდეზისტი ხართ თან ხო? იცით რუკის კითხვა. ვანოც კი, ამიტომ ორი გეოდეზისტი იყო იქ და ალბათ რუკაზე ნახეთ იქ თხრილი იყო თუ არ იყო, რუკა ხო თან ქონდათ რო წახვედით. თხრილი არ იყო სარწყავი არხი იქ. იყო, მაგრამ გეგონა რომ გადავიდოდით იმას. გეგონათ რომ კი ბატონო, ანუ თხრილიც დაინახეთ, სარწყავი არხიც დაინახეთ, თავდაცვამ გადაიარა, თქვენ ვერ გადაიარეთ. ეხლა აქ თხრილთან მაქვს ერთი კითხვა. თავდაცვის ტექნიკამ რო თხრილის გადალახვა დაიწყო. მათ ბრძანება ადგილზე თქვენ მიეცით თუ კარალეთში დარეკეთ და იკითხეთ გადავლახოთ თუ არაო თქვენ მიეცით ბრძანება კოლონა მიდის გამიგეთ კოლონა მიდის იმ მიმართულებით სადაც ეს გამყოლები გასაგებია მაგრამ კოლონა რომ მიდის და კედელს თუ მიაწყდა მერე მოტრიალდება და ხელმძღვანელს ეკითხება შევასკდა შუბლით თუ არ შევასკდეთ რო გადაიარეს ამ იმან ტანკებმა იქ გაჩერდნენ გადასვლა ჩვენ შევეცადეთ გადასვლა ვერ გადავიდით მე უკავშირდები მე რო თქვა აქ გავვალი ის არის და ვერ გადავდივართ და ამოდით შემდეგი ბრძანებას ვიზობ რომ ავიდეთ იმაში რა ქვია ზემონიქოში ანუ რა კოლონაში როგორი წყობით მიყავდათ კოლონა აბა ვინ ვის მერე მიდიოდა ეს რომ მოგვიყვეთ კოლონა სიტყვა თქვენ ახსენეთ ეხლა ახსნათ კოლონაში ვინ ვის მერე მიდიოდა და რატომ არ გახსოვთ?
თავდაცვის ტექნიკა წინ მიდიოდა თქვენ უკან მიყვებოდით თუ ფიქრით ეგ. კი ბატონო, ანუ კოლონა ასე იყო, ჯერ მიდის თავდაცვა, მერე მიყვებით თქვენ. თქვენ პირადად რა ადგილას იყავით? თავდაცვის ტექნიკას წინ მიუძღვებოდით თუ როგორია წესი? ჩემი კოლონაში ვიყავ, ჩემი თქვენს ნაწილში იყავით, კი ბატონო. მაგრამ ეს თავდაცვის ტექნიკა იმ ორ პირს ემორჩილებოდა, ვინც გაგაყოლეს, თუ თქვენ გემორჩილებოდათ? არა, იმ ორ პირს ის უბრალოდ გამყოლები იყვნენ, ისინი ჯარისკაცები. თქვენ გემორჩილებოდათ? კი ბატონო. იმათ გადალახეს, თქვენ ვერ გადალახეს. დარეკეთ და გითხრეს, რომ მაშინ წადი ნიქოზის მიმართულებითო, ხომ? და ის ტანკები რომ გადავიდნენ, ისინი სადღაც წავიდნენ. ისინი უკან გადმოვიდნენ. ყველანი ერთად წახვედით ნიქოზში. ეს რომელი საათია? აი ნიქოზში რო ავდივართ, უკვე თავზე დაგვათენდა რა. ბატონილია მე გვეკითხება, ღია კავშირით დაურეკეთ, ხომ? კარალეთს როცა. კი. როგორ დაუკავშირდით? მობილურით თუ? კარალეთს არ დაუკავშირდი. თქვენ ხო თქვით დავრეკეო და მითხრეს კარალეთში არა. უკვე კარალეთში შეიძლება იქ აღარავინ აღარ არის, არ ვიცი, ყველა. ხო და ვის დაურეკეთ? აღარ მახსოვს ვის დაურეკე რა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს დაურეკე, გონი რა, გენშტაბის თანამშრომელს. რითი დაურეკეთ? ტელეფონი დაურეკე. მობილურით. არ ქონდათ სხვა საშუალება? სხვა საშუალება არ ქონდათ. ჩვენი კავშირი უნდა ქონოდა დახურული, ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ თავდაცვის სამინისტროსთან ესეთი კავშირი არ ქონდა. დავაზუსტებ, თურქეთიდან მინისტრთან არ რეკავს, იმიტომ რომ ტელეფონი ისმინებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს ტელეფონით არ ქონდა და რა ეკნა. არა, ბატონ შალვაზე კი არ ვამბობ, სიტუაციაზე ვამბობთ, ბატონო შალვა. კი ბატონო, უნდა მოეცათ თქვენთვის დახურული კავშირი თუ ქონდათ თავათაც. შესაბამისად, თქვენ წაბძანდით თქვენი კოლონით დანაკარგების გარეშე ამ ეტაპზე გარდა თხრილში ჩავარდნილი ტექნიკა იქ ჩარჩაოთ. ამოათრიეთ და წახვედით ნიქოზში. დაგათენდათ თავზე. ეხლა აქ ერთი წუთით შევჩერდეთ და იქნებ გითხრათ თქვენ რომ კარალეთის შტაბი დატოვეთ და ნიქოზში შეხვედით და დაგათენდათ თავზე. ამასობაში სამხედრო მოქმედებები სხვებმა თუ შეძლეს და განახორციელეს. ვინც პარალელურად ხო მოქმედებდნენ თქვენგან პარალელურად სხვები. თავიანთ ამოცანებით ის გენერალური შტაბი ხელმძღვანელობდა ამას და იმათ იციან, იმათ შეასრულეს ამოცანა, არ შეასრულეს. მე ჩემი ხო ანუ მათზე ინფორმაცია არ გაქვთ, იქ артиლერიო ცეცხლი გაიხსნა, არ გაიხსნა. არაფერი თქვენ ამ დროს არ იცით. სადაც რო დარეკეთ და გითხრეს ნიქოზისკენ წადიო, იქ ხომ არ იკითხეთ სხვაგან რა ხდებაო? არ მიკითხია. არ გიკითხავთ. კი ბატონო, გზაზე რა ხდებოდა თუ იყო რაიმე ან თავზე ვინმე ხوار დაგტრიალებდათ, არ გიშენდათ ბომბებს? არა, როგორც მანამდე არა, როგორც კი ზემონიქოში ავედით, იქ უკვე დაბომბის ქვეშ მოყვებით. ვისი მხრიდან? რუსების მხრიდან. რუსების მხრიდან და არა ვთქვათ სეპარატისტული რეჟიმი. რაც გაარჩევი ხო? ვერ გაარჩევდი, მაგრამ წინააღმდეგის მხრიდან ასე ვთქვათ მაშინ. კი ბატონო. და დანაკარგი განიცადეთ თუ არა? რა მასშტაბის? დაჭრილები ყავდა ძალიან ბევრი. მეც და ჩემო თანამშრომელს კანტუზია და ეს მივიღეთ და იქ მიიღეთ ზემონიქოში. და ჩამოშორდით დაჭრილები ამ კოლონას. არა, დაჭრილები ძალიან ისე ორგანიზებულად ქონდა გაკეთებული, დაჭრილები გადაყვავდა პირდაპირ სასწრაფოს მანქანებით იმაში, გორის ჰოსპიტალში. გორში. გორში. საველე ჰოსპიტალში არ გადაყავდათ. არა, პირდაპირ იქვე იყო და გორში მივიდა. უფრო ის იყო მოკლე გზა. კი ბატონო. ყველა გადარჩა თუ იმ დროს ყველა გადარჩა. ერთს უბრალოდ ხელი მთლიანად ჩემთან 2 მეტრში იდგა ის ვიცი და ხელი უძრო მთლიანად. კი ბატონო. კარგი, ამის შემდეგ რომ დაიჭერით თქვენ უკვე არ ვიყავი, არა, უბრალოდ შერყევა მქონდა. შერყევა მიიღეთ და კონტუზია მიიღეთ დაჭრილობის გარეშე. კი. და ქმედუნარო გახდით თუ შეგეძლოთ? შეულებრივად. კი ბატონო, მაშინ მოგვიყევით მერე რა გააკეთეთ და რა მოხდა? მერე რო ავედით იქ უკვე ეს ძალიან დიდი რაოდენობის ის იყო რა ქვიან
პირადი შემადგენლობა ძალიან ვიწრო შესასვლელში და საფრთხის ქვეშ ვიყავით რა ყველანი იქ რო შევედით. ცოტა ხანში დამირეკა მე ის გათენებული არის. ცოტა ხანში მე დამირეკა მინისტრმა და შემეკითხა რომ რა შევით სადახართ. ხო რა ნიქოში ამოვიდით ეხლა იმაშვები რა მეთქი ვალაგებთ იმას თანმიმდევრობას რაღაცა კოლონას ვაწყობ ისე თავიდან მეთქი რაღაცა და დროს შეგეთ ქალაქშიო რა. ბრძანება მივიღე და რომელ ქალაქში? ცხინვალში. 8-ში დილით გამთენიისას შინაგან საქმეთა მინისტრმა კარგი, ახლა უფროსი რო დაგავალებს, ის უნდა შესრულდეს, ხო ასეა, ჩვენ ასე ვიცით. მაგრამ ხომ არ გადაამოწმეთ თქვენ ეს აი იმ კონტაქტთან თავდაცვაში რო დარეკეთ და კითხეთ რომ ვერ როგორი სიტუაცია იცით? ჩვენ მგონია რომ უკვე ყველამ თავისი ამოცანა შეასრულა და ჩვენ გავართ გარეთ რა, იმიტომ რომ იქ რო ავედით ნიკოში, უკვე იქ ბრძოლის კვალია. რომ იყო რაღაცა ინციდენტი უკვე მომხდარი. ამიტომ ისავქენით, მოვაწყეთ კოლონა და შევიდით ქალაქში. არ გადაგიმოწმებიათ ეს იყო გეგმის ნაწილი თუ არა, იმიტომ რომ მინისტრმა თქვა და თქვენ ჩათვალეთ რომ ალბათ თვითონვე გავლილი აქვს ეს თემა თავდაცვასთან. ეხლა თვითონ იქნებოდა თქვათი, ხო? იმიტომ რომ სადვარო ხომ არ უთქვამს ბატონ ვანოს. ზოგადად ეხლა ამ ტიპის კრიზისს, ხო? უშიშროების საბჭო მართავს შერეული ძალების, რა ქვია, ხელმძღვანელობით, ხო? ამიტომ ეხლა მე ხო არ შევეკითხებოდი იქ თქვათ გვერდზე ვინ არის იმანიცი სამანიცი ესე მაგრამ განცდა დაგჭათ რომ უშიშროების საბჭოდან გირეკავდათ უშიშროების საბჭოს წევრია ხო მაგრამ კარალეთიდან გირეკავდათ თუ თბილისიდან არ ვიცი ეხლა აი როგორ გითხრათ მობილურზე ესეთი ამბავია მაგრამ თქვენ პრეზუმპცია გქონდათ რომ რა კი მინისტრი უშიშროების საბჭოს წევრი მეუბნება კარგი, ვანომ დაგავალათ, რომ შედით ზემო ნიქოზიდან ცხინვალში. თქვენ ააწყვეთ ეს კოლონა და წახვედით ცხინვალის მიმართულებით 8-ში დილით უთენია. 11 საათი, 10-11. და ეხლა ნახეთ კოლონა ააწყვეთ მარშრუტი თქვენ აირჩიეთ თუ ვანომ ჩამო ერთი გზა შედის. იმ გზით წახვედით. თავარი გზით, რაც ხო და არა ვთქვათ რაღაცა. კი ბატონო. იქ მე შიგნით უკვე გავიყავით და შეხვედით ცხინვალში. რომელ საათზე? აი 10-11 საათია რა. ცხინვალში უკვე 10-11 საათზე ხართ. რა, მაგ დროს და შევედით რა, კი ბატონო. კი ბატონო. მალევე შეხვედით. რა დაგხვდათ ცხინვალში? ცხინვალში ესე იგი თითქმის შუაგულამდე გავედით რა და მე უკვე პირველი კონტაქტი